ეთერში ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურან და დოლიძესთან ერთად გამარჯობა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს ხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა აზრთა სხვადასხვაობა 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვას მოჰყვა. საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ანზორ თხილაიშვილი ანგარის დადებითად აფასებს. ამბობს, რომ მისთვის ორი ციფრია მნიშვნელოვანი შემოსულობების გეგმის მაჩვენებელი, რომელიც 17.3%-ია, ხოლო ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებელი 83.6%. შეადგენს უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ შენიშვნები და ხარვეზები იყო, რომლის გათვალისწინებაც მოხდება. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი კარგად შესრულდა და კითხვითი ნიშნები არ ჩნდება. ბიუროს ხდომაზე 5/3 წინააღმდეგ საკითხი ცნობად მიიღეს. ბოლო 5 წლის ანალიზი გვიჩვენებს, რომ შესაბამისი პირველი კვარტლის ბიუჯეტებთან შედარებით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. გვაქვს ხარვეზები და აუცილებლად მომავალში ამ ხარვეზების გამოყენება და აღმოფხვრა უნდა შევძლოთ. მოტანილი დასკვნაში შეიძლება არ იყო, მაგრამ დღეს ბიუროს შემდეგ ეს საკითხები რეგლამენტი ჩვენ ამაში ხელს არ გვიშლის. გაწერილი იყო სხვადასხვა გვერდზე, მაგრამ ერთად თავმოყრილი ასე შეიძლება იყოს არ ჩანდა ფორმაში. თქვენ რომ მოგწონთ ეს არ ნიშნავს, რომ მეც უნდა მომწონდეს. შენს გემოვნებაზე 3 წელი ვიარე. ასე გამოიხმაურა ალექსანდრე ჩიტიშვილის მოსაზრებას ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით მედია ვასაძე. დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ შესრულების მაჩვენებელი კმაყოფილების მიზეზს არ იძლევა. მედია ვასაძემ დღეს ის ხდომა გაიხსნა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდა. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ დავით ბალაძე აგრესიული იყო და შეკითხვებს შესაბამისად არ პასუხობდა. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ჩაშლილის ხდომის დეტალები გაიხსნა, ჯემალ ფუტკარაძე იყო. ის ამბობს, რომ შეკითხვები გიორგი მასალკინთან და აკაკი ძნელაძესთან ჰქონდა, თუმცა ეს ორი დეპუტატის ხდომას არ დასწრებიან. ჯემალ ფუტკარაძე ამბობს, რომ მასალკინი და ძნელაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ადვოკატირებას უწევდნენ. ბიუჯეტის შესრულება წარმოჩენილი იქნა როგორც ისე ძალიან წარმატებულად, რაც არ არის სწორი, იმდენად რამდენადაც შესრულების პროცენტული მაჩვენებელი ეს არ გახლავთ რეგიონის დამსახურება, იმდენად რამდენადაც ეს არის ადმინისტრირება, რომელიც არ არის რეგიონის საქმე და რეგიონის ფუნქცია. რაც შეეხება შესრულებას, ის არ არის შესრულებული 83%-ია. ისეთ პროგრამულ საკითხებში არ არის შესრულება. აი როგორც ერთ მაგალითად სამედიცინო პროგრამებით მომსახურება. შენიშვნები, რომელიც გამოითქვა დასკვნაში, აუცილებლად უნდა ასახულებო დასკვნაში არა ისახა. კოლეგების აზრს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ ეთანხმებიან. პეტრე ზამბახიძე ამბობს, რომ დასკვნა არაა ადეკვატურია. ის გადმობეჭდილი და პირდაპირ გადმოტანილია მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან. ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ბარამიძე კი კოლეგებს მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხარვეზებსა და შენიშვნებზე საკანონმდებლო ორგანოს წევრებს დასკვნაში უნდა მიეთითებინათ. ფორმალური იყო დღევანდელი განხილვა კვარტალური ანგარიშისა, იყო ძალიან ბევრი ხარვეზი, მაგრამ ეს არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. ჩვენ ვითხოვდით, რომ გასულიყო სხდომაზე, სესიაზე განსახილვა და იქ შეფასებულიყო, თუმცა სამწუხაროა, რომ ის პრაქტიკა, რაც აქამდე იყო, გრძელდება და ის ხარვეზები, რაც არსებობს ხარჯავით დაწესებულის მიხედვით, რაც არსებობს იგივე ტურიზმში, რაც არსებობს სეზონის წინ განსაკუთრებით საგზაო დეპარტამენტთან მიმართებით, ჯანდაცვაში, ყველა ეს პრობლემა ქაღალდზე დევს რომ არსებობს პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ უმაღლესმა საბჭომ შეფასება არ გააკეთა. დღესვე ბიუროს ხდომაზე მედია ვასაძემ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკითხი წარადგინა. დამოუკიდებელი დეპუტატი კომისიის წევრებისთვის უფლებამოსილების საკითხის გადახედვას ითხოვს. მედია ვასაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია კიდევ ერთი ნორმა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენება დანიშვნის პროცესს არეგულირებს. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ თუ ამ საკითხს 11 დეპუტატი წყვეტს, 14 წევრის რეგისტრაცია სავალდებულო არ უნდა იყოს. აქამდე არსებულ განაწესში სწორედ 14 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო. ინიციატივას დეპუტატები კომისიებში განიხილავენ. დღესვე კანონმდებლებმა აჭყვის თავის სკოლაში შექმნილ და ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. არსებობს სრული გაუგებრობა ნორმაში, რეგლამენტი გათვალისწინებულ ერთ-ერთ მულკში, რომ თუ კი თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა გადაყენება სჭირდება 11 ხმა, ანუ უმრავლესობა. არსებობს მულკში ესეთი დანაწესი, რომ რეგისტრაცია კენჭისყრამდე უნდა გაიაროს 14-მა და ეს ისეთი გაუგებრობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გასწორდეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთან დილბერიძე დასავლეთ საქართველოს მოქმედ მუფტს ბეგლარ ქამაშიძესა და ყოფილ მუფტს და ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველ ჯემალ პაქსაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის ინიციატორი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე იყო. ავთან დილბერიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე იმ თემებზე ისაუბრეს, რომლებიც სახელმწიფოს ხელისუფლებასა და რეგიონში მცხოვრებ მუსლიმებს აწუხებთ. დასავლეთ საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე კი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მომავალში ჩვენ გეგმავთ ერთად, რომ მუსლიმი და ქრისტიანი თემები არიან ძმები და მეგობრები და ჩვენ გეგმავთ, რომ ვიქნებით უფრო მეტად, უფრო ახლოს და ყველანაირ პრობლემებს, რაც თუ იქნება ჩვენს კუთხეში, ამას გადავჭრით ერთად და არანაირ სხვა ძალებს არ მიცეთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს აჭარას ვინმე ზარალი მიაყენოს. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები ყველა არის ამოწურვადი, ეს საკითხები ყველა არის გადაწყვეტადი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება საუბრით და კეთილგანწყობით. და ჩვენ ორივე მხარე ამ შემთხვევაში დავადასტურებთ კეთილგანწყობა. ამ კეთილგანწყობაზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ მომავალში წარმატებული ურთიერთობები გვექნება და მუსლიმთა თემს არანაირი პრობლემა არც ხელისუფლების მხრიდან და არც ზოგადად აჭარაში და სხვაგანაც საქართველოში არ ექნება. ამ დრომდე კომენტარს არაკეთებენ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე. მაღალჩინოსნები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისმგებაში მისცა. სისხლის სამართლებრივი დევნა ჟილინის არხის კაპიტალურ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები, ამ ორმა პიროვნებამ აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს დამატებითი თანხები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლის პირველი ნაწილი გრძელდება, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხულოს გამგებლის მოადგილე ამ პერიოდში მერიაში ბუღალტრად მუშაობდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მაღალჩინოსნების პასუხისმგებაში მიცემის საკითხს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია გამოიხმაურა. გიორგი კირთაძე ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე გადაწყვეტილების მიღები პირები არ იყვნენ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა შემდგომ რგოლს ეკისრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მაღალჩინოსნების პასუხისმგებაში მიცემის საკითხს ყოფილი მერი გამოიხმაურა. ჯემალ ანანიძე აცხადებს, რომ პრაქტიკაში შესრულებული სამუშაოების დროს ავანსის გარდა თანხის გადარიცხვა მიღებული წესია და იგი კანონდარღვევად არ ითვლება. ყოფილი მერი აცხადებს, რომ თუ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო, რომ ავანსის ეტაპობრივად დაგვითვა შესაძლებელი იყო, მაშინ აღნიშნული პირები პასუხისმგებაში არ უნდა მიეცენ. ჯემალ ანანიძე ხელშეკრულების პირობებს დეტალურად ვერ იხსენებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არ არის. არჩილ ვანაძის და ლაშა ბოლქვაძის პასუხისმგებაში მიცემის ფაქტს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გამოიხმაურა. სახელმწიფო ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავსი გადაცდომები არ მოხდეს. ყველამ უნდა ააგოს პასუხი მსგავს ქმედებაზე, აცხადებს ანზორ თხილაიშვილი. ჟილინის არხთან დაკავშირებით მე სიმართლე გითხრათ, აი ძალიან ზოგადად გავეცანი და ამის შემდეგ როგორც კი ნახე ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია ძალიან სამწუხაროა. ყველამ უნდა ააგოს პასუხი, ვინც სახელმწიფოს ხალხის ფულს შეეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში თამარ მეფის ქუჩაზე ღამით იმ დროს აიყვანეს, როდესაც მათ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და თანხის შესანახი ყუთი მიითვისეს. ერთ-ერთი დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, იგი ასევე მის მიერ მიმდინარე წლის მაისში ქობულეთში სხვადასხვა ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გახურდვის 4 ფაქტსაც აღიარებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის თავმჯდომარე ქალაქის მერ გიორგი ერმაკოვს არაკომპეტენტურობასა და უუნარობაში ადანაშაულებს. საქმე სელიმ ხიმშიაშვილის 96 ნომერში მდებარე ტერიტორიას ეხება, სადაც 2 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. ლაშა ადამიანის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოსაწყობა თვითმმართველობამ ტენდერი 2014 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, გამარჯვებულმა კომპანიამ მონოლითი 2005 ხელშეკრულება დროებით იმის გამო შეწყვეტა, რომ მერიამ სელიმ ხიმშიაშვილის 96 ნომერში მცხოვრები 4 ოჯახი ალტერნატიული ფართით ვერ უზრუნველყო. ლაშა ადამია ამბობს, რომ ახალი სკვერი დღეს უნდა გახსნილიყო.
მერიამ გამოაცხადა 2 მილიონიანი ტენდერი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო. რეალურად ამ ადგილას ყოფილა უამრავი პრობლემა, რომლის შესახებაც ქალაქის მერს უნდა წოდოდა, სანამ ტენდერს გამოაცხადა და სანამ პიარს დაიწყებდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ შედეგი, მშენებლობა შეჩერებული. პრობლემები კი გამოიხატება იმაში, რომ ტერიტორიის ნაწილი ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფის წესით. ტერიტორიის ნაწილზე კი არის მათი განმარტებით უკანონოდ დასახლებული მოსახლეობა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ამხანაგი ერმაკოვის უწყებაში არის სრულად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური დამოკიდებულება საკითხისადმი. აქ არის უუნარობის ნათელი მაგალითი. თიმშიაშვილის ქუჩის 96 ნომერში მცხოვრები ბაჟა ვაშახმაძე ამბობს, რომ კომპანია მისი კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გაშენებული ბოსტანი გაანადგურა, თუმცა კომპენსაცია ოჯახს დღემდე არ მიუღია. სროი ტენდერში გაიმარჯვე, მოვიდნენ იგენი, უნდა ასახდე, მოვიდნენ ბოსტანი დაანგრიეს, მერიდან მოვიდა წარმომადგენელი, უთხარი რომ მომეცით ქაღალდი რაღაცა როცა მივიდით, ხო, მე 76 წლიდან ვარ აქანე და რას თუ ხელფასი მქონდა მაგანე მაქვს ჩადებული მაგ ბოსტანში და ეზოში. პარკინა გაკეთდეს რაღაცა და всё, მეტი არაფერი. მივმართეთ, რომ გარაჟისას გადაგიხდით, მაგრამ ვინმეს რამე არ გადავხდი არაფერი. ორგანიზაციის განცხადებას ქალაქის თვითმმართველობაში პასუხობენ ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე კომპანიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს არ ადასტურებს. ტიტე აროშიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები დარჩენილ 4 ოჯახთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განახდება. მისივე ინფორმაციით მერიამ ამის სამართზე მცხოვრები 70 ოჯახი უკვე დააკმაყოფილა. არანაირი ხელისშემშელი ფაქტორი არ ყოფილა, 70 ოჯახი იყო, 70 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა, დარჩენილია მხოლოდ 4 ოჯახი. ჩვენ ესე ვთქვათ, ჰუმანურობიდან გამომდინარე ზამთრის პერიოდი არ მიგვიმართავთ რადიკალურ ზომებზე. შესაბამისად, ეხლა მოლაპარაკება უკვე იმ ფაზაშია, რომ შედეგი გადაწყდება როგორც ესეთი და ასე რომ მე ვერ ხედავ აქ რაიმე ხელისშემშლელ პირობებს, რომ არ მოხდეს უბნის კეთილმოწყობის გაგრძელება. კვერის ნახაზი არსებობს, შესაბამისად იმ ნახაზის მიხედვით განსაზღვრული არის ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრება და იმ საკუთრებას შეწყობას კვერი. ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, ვადები გაუგრძელდა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს კომპანიის მიზეზით არ ხდება შეჩერება, კომპანია აგრძელებს თანამშრომლობას. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის და თავისუფალ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში პროექტი აჭარის ახალგაზრდული მთავრობა განხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის თავმჯდომარის თამაზ მჟავანაძის ინფორმაციით, პროექტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 პირი ჩაერთვება და ორგანიზაცია თავისუფალ პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივად საკანონმდებლო ბაზისა და ინდივიდუალური პროექტების შექმნაზე იმუშავებს. ჩვენგან იქნება 4 წარმომადგენელი, მათ შორის რაიონიდან, ანუ მინისტრის კვოტით და აგრეთვე ვიქნებით შესარჩევ ჟიურიში წევრები ჩვენი ორგანიზაციიდან. თავისუფალი პოლიტიკოსები დაარსდა 4 თვის წინ, მათთან გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, დღეს გაფორმდა და პირველი მათი პროექტი იქნება აჭარის ახალგაზრდული მთავრობა. ამ პროექტში და სხვა პროექტებში ჩვენ გავუწევთ მათ თანადგომას მემორანდუმის ფარგლებში. მოუწევთ ანუ ერთობლივი პროექტების საკანონმდებლო ბაზების მომზადება, სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვადასხვა ინდივიდუალური პროგრამების ერთობლივი მომზადება, რასაც ახალგაზრდული მთავრობა განახორციელებს. შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. პროექტის ფარგლებში ხიჭაურის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა. მათ ხასიანი საჩუქრები და წიგნები გადაეცათ. პროექტი ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზაცია ახალგაზრდული იდეის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 1184 პირი ცხოვრობს. ქობულეთში ლესელიძის შესახვევის მცხოვრებლები ქუჩის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ვიზიტორების ნაკლებობას განიცდიან. ისინი ამბობენ, რომ ქობულეთის თვითმმართველობას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. გამგეობაში კი განმარტავენ, რომ საკითხზე უკვე მუშაობენ. შუახევი უჩამბის მიმართულებით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზები ასრულებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 940.450 ლარი დაიხარჯება. პროცესს საგზაო დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვლნენ. მერისის თემში გარე განათების ახალი ქსელი კეთდება. სამუშაოების მიმდინარეობა სოფელ გუნდაურში ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კომუნალურ სერვისის უფროსმა მოინახულეს. კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში განათების ქსელის გაფართოება მოსახლეობის თხოვნით დაიწყეს. ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების ქსელის მოსაწყობად ადგილობრივ ბიუჯეტში 10.000 ლარია გათვალისწინებული. ამ ეტაპზე 867 განათების წერტილია ჩართული.
ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებს ცვლიან. 5 თვის განმავლობაში 16 საცხოვრებელი სახლი გადაიხურა. ამ ეტაპზე 5 სახლის სახურავი იცვლება. მომდევნო 5 კორპუსის გადასახურად კი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოები IP ბათუმის კორპუსის ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ბიუჯეტიდან 716,000 ლარია გამოყოფილი. თელაჩაურის მუნიციპალიტეტში 1927-38 წლებში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შექმნის მიზანი კომუნისტური მმართველობის დროს დაკარგული სამარხების ადგილსამყოფელის დადგენა და შესწავლა. სამუშაო ჯგუფი ამ ეტაპზე ადლიასა და საალიბაოში ეგრეთ წოდებული სამთავრობო სახლის მიმდებარე ტერიტორიების შესწავლას აპირებს. რამაზ სურმანიძის თქმით, იგეგმება სამარხების აღმოჩენა და სხვა ადგილას გადმოსვენება. შემდეგ კი მემორიალური დაფის აღმართვა. სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის წევრებითაა დაკომპლექტებული. ასევე სამუშაოდ მოწვეულნი არიან ქართულ ებრაული ასოციაციის ხელმძღვანელი, ქართულთა და აზერბაიჯანელთა აჭარის საქველმოქმედო საზოგადოების პრეზიდენტი. თურქეთის ტურისტული სააგენტოების კულტურის სამინისტროსა და თურქეთის ავიახაზების წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანი რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს გაცნობაა. თურქის ტურები დღეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივანს შეხვდნენ. ოსმან ჯავრაძის თქმით, მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და რეგიონში ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრები ჩვენს რეგიონს საჭირის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. დეპარტამენტის მარკეტინგული განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ნონა მარკანიანის თქმით, შემოსული ტურისტების რაოდენობით თურქეთი ბოლო წლებია ლიდერ პოზიციაზეა არა მარტო რეგიონში, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენ გესტუმრენ თურქეთის წარმომადგენელი ტუროპერატორები. იგეგმება ახალი ტურები. ჩვენ შევთავაზეთ ზემო აჭარაში, რომელიც მალე გაიხსნება საკურორტო ჩვენი გოდერძი. საუბარი იყო ბათუმში ზესტონებში სისუფლეს თემა და კიდე მომსახურება. მოგახსენებთ, თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი ჩვენი რეგიონისთვის და გარდა ინფოტურებისა, ასევე ხორციელდება პრესტურები, სარეკლამო კამპანია. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ისინი დაიწყებენ აჭარის მიმართულებით მუშაობას. უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა 3 დღის განმავლობაში რეგიონის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნენ. თურქული კომპანიის ასკო ტურიზმი დირექტორ ალი ჯენგ იოსკასუმის თქმით, აჭარის რეგიონთან სამომავლო თანამშრომლობას გეგმავს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმართ მოყვარეობისა და კარგი დახვედრისათვის. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და აჭარის რეგიონში თურქული ტურისტული სააგენტოების მუშაობაზე. მე მჯერა, რომ ინფოტურები, რომელიც მომავალში დაიგეგმება, შედეგიანი იქნება. ხობულეთში ტურიზმის კვირეული გაიხსნა საზოგადოებრივ კოლეჯში ახალი ტალღა ხობულეთური სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა. პროექტში ქართველი და უცხოელი მზარეულები მონაწილეობდნენ. კერძების მომზადებაში გამგეობის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. ღონისძიების მიზანი ხობულეთური სამზარეულოს პოპულარიზაციაა. კვირეულის ფარგლებში ტურ სააგენტოებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის კინტრიშის ხეობაში ტურია დაგეგმილი. ასევე მოიწყობა ფოტოგამოფენა სახელწოდებით ხობულეთიდან დანახული საქართველო და ერთდღიანი ტრენინგი სემინარი თემაზე ტურიზმის განვითარება პატარა ქალაქში. ვაჩუქოთ ერთი წიგნი ემიგრანტებს. ამ სახელწოდებით თავისუფალი დემოკრატების ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაცია აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში სასწავლო ლიტერატურა და სახელმძღვანელოები შეგროვდება, რომლებსაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტებს გაუგზავნის. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ამ ფორმით ბერძნულ ქართული კულტურის ასოციაციას დაეხმარებიან, რომელიც საბერძნეთში ემიგრანტებს მშობლიურ ენას უსასყიდლოდ ასწავლის. გიგა მოწყობილის თქმით, ანალოგიური აქციების გამართვას პარტია სხვადასხვა რეგიონებშიც გეგმავს. მსურველებმა წიგნები პარტიის ოფისში ფარნავაზ მეფის 41 ნომერში უნდა მიიტანონ. პირველი წიგნი სიმბოლურად, რომლითაც იწყება ქართული ბიბლიოთეკის შექმნა ემიგრანტებისთვის, არის ქართული კულტურის აგანძური ვეფხის ტყაოსანი. პირველი, ვისაც ჩვენ დავეხმარებით, იქნება ბერძნულ ქართული კულტურის ასოციაცია, რომელიც ათენში მდებარეობს და ასევე არ დამთავრდება ეს აქცია მხოლოდ ათენი და საბერძნეთით, სხვა ემიგრანტებს, რომლებიც გადახვეწნილი არიან უცხოეთის სხვა ქვეყნებში, მათ დავეხმარებით. ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი აქციის პატარა ემიგრანტები, რომლებსაც გაუგზავნით სასწავლო ლიტერატურასა და სახელმძღვანელობას. მოუწოდებ ბათუმელებს შემოგვიერთდნენ ამ აქციაში, მოგვიტანონ წიგნები ჩვენს ოფისში. კახეთში მირზანის ნიკო ფიროსმანიშვილის სახლ-მუზეუმში დაცული ნამუშევრები ხვალ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება 13 ნახატი, ასევე პიკასოს ფიროსმანის პორტრეტი. ქუთაისის, თბილისის და წინანდლის შემდეგ კოლექციას ბათუმი პირველად უმასპინძლებს. გამოფენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამა მუზეუმის კოლექციიდან და პროექტ ფიროსმანის მოგზაურობის ფარგლებში იმართება. გამოფენა ხვალ 4 საათზე გაიხსნება. მირზანის ნიკო ფიროსმანიშვილის სახლ-მუზეუმში დაცული კოლექცია ბათუმში 30 ივნისამდე დარჩება.
და ბოლოს სპორტი. წარმატებით აიღო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სტარტი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა სტუმრად ჯგუფის უდაო აუთსაიდერი სან მარინოს გუნდი დაამარცხეს დიდი ანგარიშით 3-0. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ცხინვალის კლუბის ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ, ერთი ბურთი კი თბილისის დინამოს ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ჩაიწერა საკუთარ აქტივში. შეგახსენებთ ელიტ რაუნდის 2 საგზურისათვის ბრძოლაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები არიან ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთისა და ლატვიის კოლექტივები. ეთერში იყო ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურამ და დოლიძესთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.